ზე კორნალია. ისე მსიამოვნებს ის ხილები. ახალ პალატაში ვართ. ძალიან ხმაურიანი არისო და ცალკე გადმოიყვანეს. მარტო იქნება ქალბატონი. მადლიერი ვარ. მართის. ასე ჯობია. თავისთვის იქნება. სარებს ვიღებ. ხამის 2:01 ძალიან მეცნიერია ძალიან. და ეს რო არ მეთქვა არ შემეცვა, ესე იგი დედა ჩემს აქვს ბოლო სტატის დემენცია, ну თითქმის გათიშული არის ისე მდგომარეობაში ახლა საავადმყოფოში ხო? და ასეთი რაღაც არ მინახავს. ბოლომდე დარჩა აი დედოფალი. ვერ გიღწერთ. ინტელიგენტი. ორი მანერები აქვს. გათიშული ყავთ წამლებით, ну ჯერ ხო ის როგორი აგრესიული არის ეს წამლები კიდე მოკლედ რა. და ესე რო ვუცლი ხოლმე, ვუცლი ეგ თანებიც რო უცლიან, სული წევს ქვევით ისწორებს. აი ასეთ მდგომარეობაშიც კი. აი ეს არის საოცრება. რო სულ უფრო აგრესიული რო ხდება, იმიტომ რომ ისე აი მაგალითად ეგთანი ისე ანუ ხეშად მოგთან რაღაც ანუ თავისი მაღლეზე დგას ისევ დედაჩემი ნუ ეს არის სასწაული რა ეს ესე იგი ეს საოცრება ანუ ესე იგი ეს ამ ყველაფერს კი არ იძენ არამედ ამით იბადები მე ვერ აგიღწერთ რა ვუვაღოდი ვარ ვამბობდა რომ თამარ მეფის შთამომავლები არიან ოხოტივრებიო დედაჩემი აელიტა ხოტივარი არის და ნამდვილად მეფის სისხლი აქვს საოცრება არის დედაჩემი როგორი ისწორებს თმას ბოლომდე არის შეუდარებელი ბოლომდე ეს არის საოცრება წავედი ახლა მივხედე ეს არის ეს უნდა ჩამეწერა რომ არასდროს დამავიწყდეს როგორი არის დედაჩემი დედაჩემს რო უყურებ მეც რაღაც შემეცვალა მანერები განმავლობაში დედა ძალიან აშტირებული იყო რა წამლებზე არის მოკლედ არაფერ შველოდა ველნებოდი რომ აწუხებს ფეხი მეთქი არ დამიჯერს ყველაფერი კარგად არისო ოპერაციის შემდეგ და მადლობა ღმერთს ხილული გახდა ჩირქი ზედაპირზე ამოვიდა ახლა გადმოდის კიდევაც და 12 ხნის განმავლობაში დედაჩემს ფეხი ჰქონდა დაჩირქებული აგრეთვე მოსული ექიმი, რომელმაც მითხრა, რომ სპეციალურად გამესაუბრა, რომ მოკლედ მიდისო ბოლო დღეებისკენო. თუ მოხდებაო ისეო, რომ მაგალითად გული გაჩერდა, ან ესე რომ ხელი უნდა რომ მომეწერა, რომ არ ჩავერიოთ, რომ შვიდად წავიდესო. მეოთხარ დედაჩემი იყო, მე არ ვიცი სხვები როგორ არის, დედაჩემი იყო მებრძოლი და ბოლომდე დედაჩემი არ მაპატიებს თუ მე მისთვის ბოლომდე არ ვიბრძოლე მეთქი მე ვარ მესმისო მესმის ექიმი არის არ ესმის ესეთი რაღაცა იმიტომ რომ ძირითადად ყველა ისურვებდა რომ შვიდად წასულიყო და მე ვთხარი წასული ისედაც წავა მაგრამ მე ესე მასწავლა დედაჩემმა რომ ბოლომდე არ დავნებდეთ თქო და ერთხელ არ მოვაწერე ხელი ანტიბიოტიკებზე არის ახლა მადლობა ღმერთს რომ ხილული გახდა რომ დაჩირქებული აქვს თურმე დედაჩემს და ოპერაციები იმედი მაქვს
ზედაპირული არის და არა სიღრმისეული, თუ ღრმად არის, მაშინ გაუჭრიან, თუ არ არის. ის და ისე ამოიღებენ ჭირკს, თუ არ არის, ანტიბიოტიკი უშველის, მოკლედ. ჩართვას გავაკეთებ რაღაცის თქმა დამავიწყდა, რაც შემთხვევით ძალიან მნიშვნელოვანი არის. ექიმმა ის ყველაფერი მითხრა, კიდე მითხრა, რომ დედა თქვენიო 4 წელი ვერ იცოცხლედაო. აი ხო დღემდე ცოცხალი არ იქნებოდა, რო არა თქვენო. ჩანსო რომ გავხანგრძლივ სიცოცხლეო. აი ეს არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა წამლებზე ყავთ დედა ჩემი და დაეტყო. სულ ასეთ მდგომარეობაში არის. ასეთ მდგომარეობაშიც აგრესიული არის, მაგრამ როდესაც ისედაც წყნარად იყო ხოლმე, უფრო გათიშული არის. იქ არ ვაძლევდი და იმიტომ გავხანგრძლივე სიცოცხლე. აქ მესმის რო ექთანები, ისე როგორ მოვიან ხო, ამიტომ რა თქმა უნდა დავთანხმდი. თუმცა ხა შედეგი სახესი არის. დანიელის გამოსაყანად რომ მივდივარ ხოლმე მეუბნებიან, რომ შენ რომ მიდიხარო ყვირის, ისე ყვირის, შენთან ერთად შვიდდებაო. წამალი შველის? აი წამალი. რომ მივდივარ ყვირის, იმიტომ არის ცალკე პალატაში. პირობო სიყვარული შველის. უპირობო სიყვარული. სამყარო, ვინც მიწერდა. აჰა, ესეც განახად. აი, წამლებით, დედა ჩემი. ისევ ყვირის, ისევ აგრესიული არის, მაგრამ შენთან რო არის რომ შვიდად. და წამლების გამო სულ გათიშული, ჩამოვარდნილი. თავი რასაც ყვებოდი, რაც ადრე ვნახე, იმიტომ არ დავსვი წამლებს დედა ჩემი. თუმცა მესმის ახლა აქ. ეხლა ვერ მივდივარ, იმიტომ მითხრეს, შენთან ერთად შვიდად არისო და ეხოსკოპი უნდა გავუკეთო. თხოვე თამოს საოცარ ადამიანს გამოიყვანს დანიელს სწავლის სახლში, მიიყვანს სახლში და მე მივარ. რო ვაჭამო, მოაწესრიგო. ადლერი ვარ ღმერთის, რომ ამ ყველაფრის გაკეთება შემიძლია დედა ჩემისთვის, ჩემი შვილისთვის და თქვენთვის, რომ განახოთ ჭეშმარიტება. უპირობო სიყვარული არის ღმერთი. ღმერთს ვართ მინდობილი. ყველაფერი როგორც აუცილებელი არის, ისე იქნება. მე კიდე ვიცი ერთი რამ, რომ რაც აუცილებელია ის ხდება ჩვენთვის, როგორც თქვი. და არ უნდა დავნებდეთ, არ აქვს მნიშვნელობა, დემენცია აქვს. თუ რა სახის დაავადება აქვს ადამიანს, ხელი არასდროს არ უნდა ჩავექნიოთ, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ ისინი.